ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას მხარს გამოკითხულთა 65% უჭერს, 61% უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს. კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა. 22% ბიძინა ივანიშვილი, 7% გიგი უგულავა, 3% დავით ბაქრაძე, ხოლო 2% ირაკლი ალასანია. გამოკითხვები 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. 50%-მდე გამოკითხულთა არ გასცა პასუხი, რომელ პარტიას უჭერს ხაზს, ან თქვა, რომ უჭირს პასუხის გაცემა. ეს ნიშნავს, რომ დღეისათვის ფაქტიურად პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ ძალიან დიდი რესურსი აქვს. მეორე რაც ჩემთვის იყო საინტერესო, რომ უკვე აშკარად არის გამოკვეთილი ორი პოლიტიკური ცენტრი. ერთი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და მეორე კი ბიძინა ივანიშვილის. მესამე რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ღირებულებებით ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერები პრინციპულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ ამ გამოკითხულთათვის უმეტესი და უმნიშვნელოვანესი ღირებულება არის ოჯახი, სახლი, განათლება, რელიგია. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ უჩვენა რა დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის შეღწევადობას და უჩვენა სწორედ ის, რომ ქალაქის მოსახლეობა, რომელსაც აქვს უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ და უფრო რეალისტური ინფორმაცია მიეწოდება, ისინი ჩემი აზრით უფრო სწორად ასაფასებენ.